100 მილიონი დოლარი მინდა იმ ფულის გარდა, რასაც სახელმწიფო ვალდებულია და გაგვიკეთებს გათანაბრებით ტრანსფერში, თუმცა ვიჭიდავებ იმაზეც, რომ მაღალი იყოს პარლამენტში და ზვიადას გამოვიყენებ მაგაში და ჩვენ რესურსს, რომ პარლამენტში მაქსიმალურად ლობირება გაუწიოთ სწორ გადაწყვეტილებებს და არ ამ სისულელებს. მათ შორის ბიუჯეტის ფორმირებაში ეს მათხოვრული გათანაბრებები, რომ ჩოხატაური და რუსთავი, ეს ვთქვათ, უნდა გათანაბრდეს მიუხედავად იმისა, ჩოხატაური ქმნის თუ არა დოვლათს და რუსთავი ქმნის თუ არა დოვლათს, მე ამოცანა მაქვს, რომ თბილისს უნდა დავეწიოთ. 3 წელიწადში ვერ დავეწევით, პირველ ნახტომს გავაკეთებთ, ეს ვთქვათ, ორჯერ გავზდი ბიუჯეტ და შემდეგ წრეზე თუ მოვალ თქვენთან მერობის პრეტენზიით, შემდეგ 4 წელიწადში ვფიქრობ, რომ თბილისს დავეწევით და გავასწრებთ შემოსავლების ერთსულ მოსახლეზე თვალსაზრისით ბიუჯეტურად. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თბილისში ტროლეიბუსის ფულს აძლევენ, იმის ფულს გადასახად, შეღავაც, ვეტერანს, რაღაც ამას გავაკეთებთ. 100 მილიონი დოლარი მინდა მოვიტანო აქ. კონკრეტული ბიზნეს გეგმის პირობებში. გამოვართ მე ვინ დათო მომაწოდა მე მგონი თუ შენ მომაწოდე ის მე მუნიციპალური განვითარების გეგმა შენი იყო, წავიკითხე მტრისას, ავისას, სადღეგრძელოა. მტრისას, ავისას, სადღეგრძელო კი არა, მტრისას, ავისას ისეთი სისულელია, სადღეგრძელო წერია, ჩვენი ფულია გადახდილი იმ გეგმაში. და ამ ფულით დაწერილია სადღეგრძელო, რომ ტურისტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება რუსთავში, ყოველდღიურად მეტალურგთა ქალაქი სულ უფრო და უფრო იძენს ახალ ძალას, მუშათა კლასი რაღაც. აი ესეთ ტექსტები წერია. აი მე ფული გადახდილი. ამით მე ფულს საქართველოში არ ვიცი, გარდა იმისა, რა ქვია, გიჟისა, ფულს არავინ არ ჩადებს აქ. რისი გაკეთება შეიძლება? ბევრი გამიგია, მე თვითონ ვიცი, ბევრი თქვენგან დამჭირდება. ცალკე სეგმენტად იმ 100 მილიონში, თან ცოტას ბოდიში ვიხდი 100 მილიონს, მე ვფიქრობ, 100-იც გახდება. თუ 50-ს მოვიტან, მე 150 კიდე მოყვება, ავტომატურად იცის ხომ, როგორც კი ჩდება ოპორტუნიტები. 20-25% შეიძლება მცირე საშუალო ბიზნესზე დავდოთ და ვთქვათ, რომ იცით რა ბიჭებო, აი ეს გადავდოთ აქაური ლოკალური ინიციატივებისთვის და არა, ვთქვათ, დიდი ფულის ტომრების ამ მაადების დასაკმაყოფილებლად. პროექტები რა არის? ჰიდროელექტროსადგური 2, რომელიც ერთი იქ, ერთი აქ შეიძლება აშენდეს по 20 мегаваттов, это уже 50 миллионов долларов. პროექტები არის 1000 გადამამუშავებელი, პროექტები არის თქვენი არსებული იმის გასაკეთებლად, რასაც ამის აშენება ქვია, შეიძლება ლითონკონსტრუქციების რესურსები იყოს საჭირო და ასე შემდეგ. ეხლა მე აღარ შევალ დეტალებში, იმიტომ რომ მე დამიწყებთ გამოდევნება სიტყვაზე, რომ საბა მეც ეს როგორ არის. ბევრი პროექტი შეიძლება ამ პლაშატკებზე, რაც ჩვენ გვაქვს, ამ სივრცეებზე გავაკეთოთ. რუსთავს აქვს ყველაზე დიდი სამრეწველო პოტენციალი. მეორე მხრივ რუსთავს აქვს ყველაზე დიდი სივრცეები იმისათვის, რომ სხვა ტიპის განვითარებაც გქონდეს. თბილისი დაგუდულია, არა აქვს.